კახეთში კენკროვანი კულტურების მარწვის, ჟოლოსა და მაყვლის ბაღების ნაწილი გაჩეხეს. ამის შესახებ კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა. იზოლდი კიტასაშვილის ინფორმაციით, წინა წლებში ფერმერებმა არაპერსპექტიული ჯიშები შემოიტანეს. რეალიზაციის პრობლემის გამო კი დანახარჯი ვერ ამოიღეს. მდგომარეობის გამოსწორების მიზნით იზოლდი კიტასაშვილმა ძველი ჯიშები ახლით ჩაანაცვლა. ეს ბაღი უკვე მეორედ გავაშენეთ, ახალი ჯიში შემოვიტანეთ. იმ ჯიშის პრობლემები შეექმნა, რომ ფაქტიურად რეალიზაცია ძალიან გართულდა. გართულდა იმ კუთხითაც, რომ ძალიან დაბალი ფასები ჰქონდა, ბევრი ხილი შემოდის ამ პერიოდში. მისი ექსპორტი გატანა რომელიმე ქვეყანაში შეუძლებელი გახდა. აქედან გამომდინარე ფერმერებმა ვერ მიიღეს ის ანაზღაურება, რასაც ელოდნენ, რა შემოსავალსაც ელოდნენ. საკმაოდ დიდი თანხა ჩადო სახელმწიფომაც და ფერმერებმაც გაშენდა დანერგე მომავლის ფარგლებში დიდი რაოდენობის პლანტაციები. რეალიზაცია პრაქტიკულად ნულისული იყო და აქედან გამომდინარე, მაგრამ რა ვიცი, ჩვენ ფარხმალი არ დავყარეთ. ის ჯიშები ამოვიღეთ სრულიად და გავაშენეთ ახალი ჯიშები, რომელიც საადრეოა. შემოდის ერთი თვით ადრე, დაახლოებით კრეფას ვიწყებთ ივნისის პირველ რიცხვებიდან. აქედან გამომდინარე, უკვე ფასიც სერიოზულია, მოსავალი დიდია, რეალიზაცია, რადგანაც ბაზარზე ნაკლებია ეს პროდუქტი, თითქმის სრულად ხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკმაყოფილოები არა ვართ, მაგრამ ფერმერებს უკვე იმ სირთულეების გამო, რაც მათ გაიარეს, უკვე გადალახვა უჭირთ და ვეღარ ბედავენ ახლიდან გაშენებას.